მერტმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ფარავდეთ უფალი. და იცოდეთ, რომ თავარი არის სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ეს სამი საფუძვლო სათნოება. ყველა ადამიანს სურვილი აქვს იმისა, რომ დაცული იყოს დაცული ამ ძიმე დროში, ჩვენი ცოდვებით დამძიმებულ ისევ და ჩვენი ნეგატივით დამძიმებულ დროსა და სივრცეში, რომ ყველაფერი კეთილად არის შექმნილი, იყოს დაცული, იყოს დაფარული. დაინახოს ჭეშმარიტება, შეიცნოს ჭეშმარიტება, ყველას უნდა ეს, რატომაც არა, უნდა და ვალდებულიც არის, სავალდებულოც არის, ეს სასურველი კი არა, სავალდებულოა. იმიტომ მოვიდა ადამიანი დედამიწაზე, რომ ქრისტე ჭეშმარიტება ეზიაროს და ჭეშმარიტება მას გაანთავისუფლებს. მიიღოს ზიარება, ეზიაროს, ვთქვათ, უკვდავების წყაროს. დაცული იყოს თუნებების საფრთხეებისაგან, ეს თუნებები ძალიან ბევრია. კი, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გვაქვს და თავისუფალი ნებით უამრავ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ძირითადად უმეტესობა ნეგატივს ვაკეთებთ ხოლმე, უფრო მეტ ცოდვებს ვაკეთებთ თავისუფალი ნებას, არასწორად ვიყენებთ. ამიტომ პროცენტულად ეს თავისუფალი ნების ნეგატიური ქმედება უნდა მარხვაში განსაკუთრებით, რომელიც ახლა მოდის, უნდა იქნეს გადატანილი უფრო პოზიტივში, ანუ უფრო მეტად უნდა იმატოს სწორად გამოყენება, მართლად გამოყენება თავისუფალი ნებისა, ვიდრე ნეგატიურმა და უკუღმა გამოყენებამ თავისუფალი ნების. აი თავისუფალი ნება უნდა გამოიყენოს სწორად, მართლად და ამ თავისუფალი ნების გამოყენებით, სწორად და მართლად გამოყენებით, უფრო ადამიანი თანდათანობით მცირე წინ მიდის და გამარჯვებას პოულობს, გამარჯვებას ნახულობს. ბრძოლა ეს, რა თქმა უნდა, ბრძოლა ჩვენს მავნე მიდრეკილებებს შორის, ბრძოლა ჩვენს ასე ვთქვათ, ნებებსა და ჩვენს საკუთარ გაორებას შორის. ბრძოლა არის იმ დილემების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ცხოვრებაში და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ცხოვრებას წარმოიშობა და გვაქვს ამ ცხოვრებაში ყოველდღე თუ არა. სულ არის ეს სულ ბრძოლა უხილავით უხილავი და არც დღე გვაქვს მოსვენება, არც ღამე და არც მათ შორის კიდევ ინტერვალში. ამიტომ ზღურული მდგომარეობები ძალიან ბევრია, ხო? მარტო ცივად დღე და მკვეთრად ღამე არ არსებობს, არის ზღურული მდგომარეობები, როგორც ღვიძლი და ძილი, არის სხვა კიდევ უფრო ნაზი მდგომარეობები, ფაქიზი, ღვიძლსა და ძილს შორის. სანამ დაიძინებ მანამ ძილიდან ღვიძლს შორის და სანამ გამოიღვიძებ, გამოგვიძებიდან ძილიდან გამოგვიძებას შორის. იქ კიდევ სხვა პორტალებია. ამიტომ აქაც სიფრთხილე გვმართებს. იქაც უნდა მღვიძარება ქრისტიანული დავიცვათ, ეს ხა დიდი თემაა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ვერაფერს ვერ გზნობს, ვერ ძილში და ვერ ღვიძლში, ის შორს არის ქრისტესთან. ქრისტე სადღაც ხმთასიგით კი არ არის. ქრისტე არის ჩვენ შორის, ხო, ამობთ რას, არც და იყოს. ქრისტე არის ჩვენს გულში. გულის ცენტრში არის, ჩვენს სულში და გულში არის ქრისტე. გონებაში, მთელ ჩვენ არსებაში, მაგრამ განსაკუთრებით აი მეტაფიზიკურ სულიერ გულში, რომელიც არის ცენტრი ჩვენი არსებისა და აი იქ არის ქრისტე. აი იმის იქ მყოფობა სულ უნდა განვიცადოთ. ყოველთვის ეს ტანჯველი აზრები შემოდის მარხვის წინ, მარხვის დროსაც იცის, მაგრამ მერე კლებულობს. მარხვის მერე საკმაოდ მძიმე ბრძოლებიც, მარხვის მერე პარადოქსია, მაგრამ მარხვა რო გადის, აი მერე ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოთ, მარხვა დამთავრდა, ხსნილის გეშინოთო აი ესეთია. იცის საკმაოდ მძიმე ბრძოლები, მაგრამ ეს მერე მithქვი ვისაუბრებთ ამაზე. მანამ სანამ მარხვა მოდის, აი მანამდე იცის ტანჯველი მდგომარეობები, ტანჯველი, ტკივილები, სულიერი, ემოციონალური და ხორცული. მაგრამ ესეც კარგი არის ერთი მხრივ, იმიტომ რომ მარხვის წინა განწმენდის საკრალურ ეტაპს გულისხმობს. ანუ თუ არ ტანჯვე ვერ განიწმინდები და თუ განიწმინდა, ესე იგი ტანჯვა გაიარა. თორე ჩვენი ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ არა ტანჯვა ტანჯვისთვის. ტანჯვა იმისათვის, რომ ტანჯვისგან გამთავისუფლდეს. თუმცა ქრისტემ განმოთავისუფლა ჩვენ ტანჯვისა, წყევლისა, ტანჯვისა, სიკვდილისაგან და ცოდვისაგან. განმოთავისუფლებს. ამიტომ ეს ტანჯვა არ თავისუფლებს. ხსნის გზას, იმიტომ რომ ის სამკურნალო ტალახი, ის მძიმე რაც გაწუხებს ადამიანს, ეს ნელ და ამ ტკივილებით გადის. განილევა და უთკბილად ესე ფუფუნებაში, ესე ნაზად, არაფრის შეგზნებით ფუფუნებაში, რაღაცა კომფორტში ეს
სულიერი განვითარება კომფორტულ მდგომარეობებს სულიერად არ გულისხმობს. სულიერი განვითარება ეს ერთი დიდი დისკომფორტია. ეს საშინელი დისკომფორტია. სულიერი განვითარება, ჯვარპირთულობა ეს არ არის ძალიან სასიამოვნო დროის ტარება. აი, კარგი ცხოვრება, იხარებდე ამ სოფელში, როგორც იტყვიან რა, იხარებდე ამ სოფელში არა. სულიერი განვითარება ეს არის იტანჯი ამ სოფელში. 9 ნეტარება წავეკითხეთ დღეს. აი 9 ნეტარება, რომელი ეგ დალხენია. გლახაკნის სულითა, დევნული, მშიერი, მწყურვალი, დევნილი, მოძულებული, გაჭირვებული, ტირალი და რა ვიცი ხო ყველა 9-9 რო აიყო. არც ერთი არის დალხენილი, სულ ყველა აი ამ საკრალური ტანჯვით, რომელიც ეს ცხოვრება ტანჯვა არა უაზრო, არამედ ქრისტესთვის ტანჯვა, ტანჯვისგან ანთავისუფლებს ადამიანს. თორე იხარებდე და დროს ატარებდე ამ სოფელში და მერეც კიდე კარგ დროს ატარებდე იმ სოფელში, ესე სად არის? მაშინ ქრისტე სხვანაირი განგებულებით მოვიდოდა. ნუ იქნება ესე, როგორც მოვიდა, ესე მოვიდა. ამას გაგება უნდა, თორე როგორ და რა იქნებოდა, ეს ჩვენ ვერ შევცვლებით ამას, მაგრამ რაც მოხდა, იმის გაგება სწორად და მართლად შეიძლება თუ მოვიდოდეთ. ამიტომ თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერი და ბედნიერება თვითმიზანი არ არის, მაგრამ ბედნიერება მოყვება თანამდევი პროცესია. თან მოყვება უფლის ჩვენთან მოსვლას, ბედნიერება მოყვება იმას. სადაც უფალი, ეგ არის სიმშვიდე, ეგ არის ბედნიერება, იქ არის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც გაორებული არ უნდა იყოს ადამიანი, სწორი, მართალი გადაწყვეტილებების მიღება. იქ არის გამუდმებულ ტანჯვას კი არ გულისხმობ, მაგრამ უფალთან ყოფნა ესაა თანდათანობითი განთავისუფლება ამ ნეგატივისაგან. ამას მოყვება ბედნიერის შეგრძნება. ბედნიერება ეს თვითონ შეგრძნება, ეგზისტენციალური ფორმა, არსებობის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მრავალფეროვან სპექტრში, ქრისტესთან ბედნიერებად ყოფობის ერთ-ერთი მრავალთა ვარიანტთა შორის ერთ-ერთი ყველა ადამიანის ინდივიდუალურად, ყველა ადამიანისათვის მინიჭებული შანსი არის ყოფნისა უფალში. ვინ როგორ არის ბედნიერი? არ ვიცი. ვინ ესეა ბედნიერი, ვინ ისეა, ვინ აი ესეთი ფორმით არის ბედნიერი, ვინ ესეთი ფორმით არის. მაგრამ თუ ადამიანი თავის თავს კარგავს ნივთებში, ფულში, ძალაუფლებისა და ზიზილპიპულების დევნაში და ბიჟუტერიის ძებნაში და მთელი თავის ცხოვრება ამ რაღაცა ჭინჭებს ანდომებს, კარგავს თავის უკვდავ მეს, ხატებას კარგავს. მსგავსებაზე აღარ არის ლაპარაკი. კარგავს თავის თავს ნივთებსა და აი ამ წვრილმანებში, მაშინ არავის ბრალი არ არის. შენი თავი კი არ უნდა დაკარგო, შენი მე უნდა განაღმრთო ქრისტეს შეუშვი, როგორც აი ესე მზე სიმართლისას, რომ მან თავისი სხივები, თავისი ხელთუქმნელი ენერგიები გარდაქმნას შენში, ის რაც ცუდია უკეთესად გარდაქმნას და განიღმრთო და შენი მე არ დაკარგო. თორე იმდენი რამე არის მიზეზი ადამიანისათვის იმისა, რომ სულით არ დაკავდეს ამ სოფელში, იმდენი რამეა, რომ მთელი ცხოვრება და 100 ცხოვრება და მილიონი ცხოვრება არ ეყოფა ადამიანს იმისათვის, რომ ამოწუროს თავისი სურვილების სიხარბე, ამოწუროს ეს. მინდა რომ დაგვისვა ეს მოთმინება ვიქონიოთ. აუცილებლად სიხარული გვეწევა. რო არ გონია ჩვენი ტალახს, იქ გამწვენდებ ტალახს და ტკივილს, აუცილებლად მოყვება სიხარული და სიმშვიდე. რო არ გონია ჩვენ, აუცილებლად მოვა ის მდგომარეობა, რომელსაც ღმერთთან ახლო მყოფობა ჰქვია. გულისხმობ ხოთ ამ მდგომარეობას დაუგდოთ ყური, შევიგზნოთ ეს მდგომარეობა, შევისისხორცოთ. მაგრამ ეს მდგომარეობა დიდი ხანი ჩვენ არ ცხოვრობთ სამწუხაროდ ისეთი ცხოვრების ეს, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს ეს და სულ აი ამ ეგზისტენციაში, სულ ამ ყოფიერობაში ვიყოთ, რომ სულ მუდამ მადლში ვიყოთ. ვერ ვახერხებთ ამას, არ ცხოვრობთ ეგეთი ცხოვრებით. კერაც მინდანები რომ ცხოვრობდნენ განდეგილები და ასე შემდეგ, მაღალი დონის სულიერი მამები, ხო? და დედები. ისინიც კიდე ხანძლივად ვერ იყვნენ ამ მდგომარეობაში. თუმცა კი რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ჩვენ ვერც მივალთ მათთან, მაგრამ მეტნაკლებად ჩვენთვისაც არის სწრაფმავალი, მაგრამ მცირე ინტერვალებით ამის შეგრძნების შესაძლებლობა, მადლმოსილობის და შეგრძნება ამისა, მაგრამ რასაც ეს დიდ სტიმულს გვაძლევს, მაინც ეს დიდ სტიმულს იძლევა. ეს სტიმული შემდეგ დიდ ენერგიას გვაძლევს, რომ უფრო იმედით, უფრო ხნეობით ვიყოთ ახსილნი და უფრო მეტი
ვთქვათ, წვდომის უნარი გვეძლება შემდეგ. უფრო კარგად ვარჩევთ მარჯვენას და მარცხენას. ეს დიდი უნარია დღეს მით უმეტეს. მარჯვენა და მარცხენა, მოყვარე და მტერი, სიკეთე და ბოროტება. აი ეს თუ არ გაარჩიე, დღეს ვერ არჩევს ადამიანი, ვერ გამოაქვს იგავარაკი, ვერ გამოაქვს აზრი. ამისაგან მარჯვენა გზა, სიცოცხლის გზა თუ სიკვდილის გზა, მარცხენა გზა. აი ამას უნდა შეხედოს და აქედან გამოიტანოს აზრი და გაარჩიოს რომელი გზით მიდის ჯვართვირთველობის მისტიკური გზა, გამუდმებულ ცვალებადობასა და გამუდმებულ გზაჯვარედინზე ყოფნა რომ არ იყოს მისი ცხოვრება, გულისხმა ჰყოს, ნუ დარჩება უბადრუკი, გამოიყენოს თავის ინტელექტი, თავის სულიერი ხატება, რომელიც ღმერთმა მიცა, ნუ გადააგდებს უწყლში უცოდინარობისა თავის ცხოვრებას. ნუ გადააგდებს, ნუ გადაყრის ამ ყველაფერს მისთვის მიცემულ ამ თვალსაწიერს, საოცარს. არამედ შეხედოს სახარებისეულ სიბრძნეს, არა ცოდნით იხემძღვანოს, არამედ სიბრძნის იხემძღვანოს. ცოდნა სიბრძნეთ აქციოს, ცოდნა განიღრთოს და სიბრძნეთ იქცეს და არა მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც მისგან შორს ცივად სადღაც მკვდარი ინფორმაციის სახით იყოს მისთვის, ეს ინფორმაციული ერთეულად იქცეს მისთვის, ეს წმინდა ცოდნა, არამედ მისი ცხოვრების ცოცხალ სიბრძნეს სახელმძღვანელოდ იქცეს ეს ყოველდღიურად. და მინდა ეს გისურვოთ. ხილად ვიყოთ. სიფრთხილე აუცილებელია და სულიერი სიფრთხილეს გულისხმობ აქ, იმიტომ რომ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი მარხვაში და ლოცვაში, კიდევ მარხვაში, კიდევ ხსნილში, რაც უფრო წინ მიდის, რაც უფრო მეტად ნაყრდება მისი სული, მით უფრო და რაც უფრო ეწაფება სარწმუნოებას და სულიერ ძალებს და შედის მასში სულიერ ძალებს, მით უფრო დიდი არის მასზე ბრძოლა და დაკვირვება, მას აკვირდება და მასზე ხდება აქცენტირება ისეთი ძალებისა, რომლებიც ამას სულიად არ მიესალმებიან, დემონურ ძალებს გულისხმობ, რომლებიც ამ განვითარებას ადამიანს სულიად არ მიესალმებიან, მას ყოველთვის აქვს ეს წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობის ხახუნის ძალის მიუხედავად იგი მაინც წინ მიიწევს დინების საწინააღმდეგოდ. ამიტომ სიფრთხილე მართებს, რომ ემან რაიმე ფასეულობები ერთმანეთში არ ერიოს და მისთვის შემოთავაზებული ჭინჭები და რაღაცა შეფუთული ზიზილპიპილოები არ აერიოს ჭეშმარიტ ფასეულობებში, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, სულიერ ოქროს გულისხმობ. ამიტომ ისეთი ცხოვრება, რომელთაც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელთაც ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ სულიერობაზე, სულიერს არ გულისხმობს გაოფრთხილებლობას და სულიერ ფუფუნებას. ჩვენ არა ვართ ისეთი ცხოვრება, რომელიც და უნდა ვიცხოვროთ, რატომაც არა ვართ, უნდა მოვინდომოთ მეტი განსაკუთრებით ახლა მარხვაში, რომ ის ფუფუნება, რომელიც გვინდა სულიერი მადლის მიღების და ღმერთთან ჩვენთან ერთად ყოფნის შეგრძნების ფუფუნება, ამას მხოლოდ მოულოდნელი სიხარულის სახით უფალი გვაძლევს. მაშინ კი, როცა ჩვენ დავგეგმავთ, როცა მას უნდა და როცა მან იცის, როცა ჩვენი მცდელობა უკვე ამაოა, როცა ჩვენ ხელს ჩავიქნევ და ჩვენი მცდელობა უკვე თავის თავზევე ქრება და იკეტება, აი მაშინ მოდის მეორე სუნთქვა იხსნება მაშინ მოდის ის მეორე ის ზუსტად მადლი, უხილავი და მოულოდნელი სიხარული, რომელიც იქვე არის. აი მომიჯნავე, ზღვრული არის ჩვენი ცხოვრება. წაიშალა ზღვარი ამას სოფელსა და იმ სოფელს შორის. ძალიან გამჭვირვალე გახდა ზღვარი დროებისა და მარადიულს შორის, მით უმეტეს დღეს. ამიტომ მეტი სულიერი მასშტაბი უნდა გამოვიმუშაოთ და ვევედროთ უფალს, რომ გაგვაძლევს სარწმუნოებაში, როგორც აღნიშნე თავში, სასვეობა იმედში და სიყვარულში. რადგან ჩვენი არსებობა ამ ქვეყნივე არის ბრძოლა, არის ტრამპლინი, არის გამოსასწრელი ველი, გამოსასწრელი ადგილი, სადაც ჩვენ გავდივართ ბრძოლას ამ ველზე, ბრძოლის ველზე. და ნუ იფიქრებს იმას, რომ არ უნდა იბრძოლოს და თავისი სულიერი იარაღი უნდა გადაყაროს. სისუსტისა გამო, სულმოკლეობის გამო და ამ შემდეგ. არ შეასრულებს თავის მოვალეობას, თვითონვე დაიჯება, არ შეასრულებს თავის ვალდებულებას. სხვა არ გააკეთებს მის მაგივრად არაფერს. ჯობია შენი გააკეთო ცუდად, ან როგორც შეგიძლია ისე, ვიდრე სხვისი გააკეთო კარგად. ამიტომ ჯობია შენი გასაკეთებელი გააკეთო, შენი ლოცვა გააკეთო, შენი შრომა, შენი ლოცვა, შენი ღვაწლი, შენი იმედი, შენი სარწმუნოება, შენი
სიყვარულში გაძლიერება, ვიდრე სხვისი საქმე და სხვისი გასაკეთებელი გააკეთო და არც ის გამოგივიდეს და შენიც გვერდზე დაგჭეს. გლოსავთ ყველას და დიდი სიყვარულით გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, თავისუფლებას, სიმართლეს, სიმშვიდეს, სულიერ განთავისუფლებას, რაც საოცრად დიდ იმედსა და სიხარულს იძლევა და მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.